ძველი რეცეპტი უნდა გაგიზიაროთ, საკმაოდ პოპულარული ნამცხვარია, ზანგი ქალი ჰქვია, თუმცა რაცისტული სახელია და მე შოკოლადის პრინცესად დავასათაურე. ფაფუკი და გემრიელი ნამცხვარია, წლების გამოცდილება აქვს და შეგიძლიათ ეხლავე დაიწყოთ ცხობა. დაგჭირდება 100 გრამი არაჟანი, 200 გრამი მაწვანი, 180 გრამი ზეთი ან ამდენივე გამდნარი კარაქი, 400 გრამი ფქვილი, 400 გრამი შაქარი, 6 კვერცხი, 50 გრამი კაკაო, ვანილი. 400 გრამ ფქვილს დავამატე 2 შეკვრა კაკაო, ეს არის 50 გრამი. ვამატებ 1 სუფრის კვს გამაფხვიერებლის. თასში ჩავტეხოთ 6 კვერცხი, დავამატოთ მწიკვი, მარილი, ვანილი. ცოტა გავთქვიფოთ, რომ გულები დაიშალოს და მალევე ვამატებ 400 გრამ შაქარს. კარგად გავთქვიფოთ, რომ მასა გასამაგდეს, აფურდეს და გათეთრდეს. დავამატე 180 გრამი ზეთი. შეგიძლიათ გამდნარი კარაქი დაამატოთ, თუმცა ზეთით უფრო ფაფუკი და მსუბუქი გამოდის. ვამატებ 100 გრამ არაჟანს. ეს დაახლოებით 4 სუფრის კვზია. 200 გრამ მაწვანს დავამატე 1 არასავსე ჩაის კვსის სოდა. სოდა რო გააქტიურდება, აკაფდება, მერე დავამატოთ კვერცხის მასას. ცოტა მოვურიე მიქსერის დაბალ სიჩქარეზე. დავიწყოთ ფქვილის და კაკაოს დამატება. აუცილებლად დავაცრათ, დავამატებ 2 ეტაპად. ამ თასში აღარ მეტევა და უნდა გადავიტანო უფრო დიდ თასში. ზოგადად შუშის თასები უფრო მიყვარს და სავარაუდოდ საყიდელი მაქვს ამაზე დიდი თასი. დავაცრი მთელ ფქვილს და უკვე ხელის სათქვეფით ვურევ. ვურევთ ფრთხილი მოძრაობით, რომ მასამ რაც შეიძლება ნაკლებად დაიწიოს. ბოლოს სილიკონის ნიჩბით მოვურევ ფსკერზე, რომ დავრწმუნდე, რომ მასა არის ერთგვაროვანი. მივიღეთ აი ასეთი სისქის ცომი. ცომს ყოველთვის დააკვირდით ხოლმე, როგორი სისქი აქვს. ცომი 2 ტოლ თასში თანაბრად გადავანაწილე. გამოვაცხობ 2 ფენას. ჩავასხამ 1 თასიდან, ვაცხობ კვადრატულ ფორმაში, რომელიც სიგრძე სიგანი აქვს 30 სანტიმეტრი. ცხობა წინასწარ გახურებულ ღუმელში 170 გრადუსზე 20 წუთი. მზაობა შეამოწმეთ ჩხირის საშუალებით. გადმოვდგათ, ამოვიღე ფორმიდან, ძალიან ადვილად ამოდის, ქაღალდით ცხელსვე გადავაძრე და დავდე რკინის ბადეზე გასაციებლად. ფორმაში კი ჩავასხე მეორე ცომი და გამოვაცხე ანალოგიურად. ასე მივიღე 2 ფირფიტა, ესაც ამოვიღე ფორმიდან და დავდე სეტკაზე, დაველოდები სრულ გაციებას. ეხლავე მოვამზადოთ სიროფი, რომელთაც დავნამავ. 1/9 ჩაის კვს ყავას, დავამატე 3 ჩაის კვსის შაქარი, დავასხი 250 მლ ცხელი რძე. მოვურიოთ, რომ ყავა გაიხსნას და გადავდგათ გვერდზე, რომ გაცივდეს. ბისკვიტი რო უკვე გაცივდება, მოვამზადებ კრემს. გამოვიყენებ 250 გრამ კარაქს და 2 კილა მოხარშულ შესქელებულ რძეს, ვანილს რა თქმა უნდა. მაქვს 400 გრამიანი შეფუთვა, აქედან ნახევარზე მეტს მოვათავსებ თასში, ესე აწონვაც არ უნდა, ცოტა მეტ ნაკლები არ აქვს მნიშვნელობა. ასევე მოხარშული შესქელებული რძის 2 კილას გადმოვიტან თასში. კარაქი უნდა იყოს რბილი ოთახის ტემპერატურის, ვამატებ ვანილს. დავიწყოთ გათქვეფა მიქსერის დაბალ სიჩქარეზე. მერე მოუმატოთ სიჩქარეს და ვთქვიფოთ 4-5 წუთი. კარაქი კარგად უნდა გავთქვიფოთ, კრემის მასა უნდა მივიღოთ. ასე მოვაგროვებ გათქვეფილ კარაქს და დავიწყებ 2 ეტაპად შესქელებული რძის დამატებას. ჯერ ვამატებ ნახევარს, აქ ორივეს უკვე ბევრი თქვეფა აღარ უნდა, ამიტომ ზედაპირულად ვთქვეფავ მხოლოდ შესქელებულ რძეს. ჩავალ ცოტა ქვემოთ თქვეფით და მალევე დავამატებ მეორე ნახევარ შესქელებულ რძეს. ამასაც ვიწყებ ზედაპირულად გათქვეფას, რომ შესქელებული რძე გაითქვიფოს და ასე ნელ-ნელა ჩავალ ქვევით კარაქი რო შეეთქვიფოს. თუმცა მალევე ავიღებ ნიჩბით მოვაგროვებ
და კარგად მოვურევ ფსკერზე დარჩენილი კარაქს უკვე ნიჩბით შევურევ. ასე დაწვრილებით გადმოვქცემთ იმათთვის, ვინც მიწერს კომენტარში, რომ ეს კრემი ეჭრება ხოლმე. აი როგორ ერთგვაროვან კრემს მიიღებთ, თუ გათქვეფავთ ასეთი მეთოდით. ნამცხვრის ფენებს, გვერდებს ცოტას ჩამოვუსწორებ, ზებოდანაც თუ უთანაბროა გავასწორებ, ამათ გამოვიყენებ ნაფხვენებად ზემოდან მოსაყრელად. ნამცხვარს მარეგულირებელ ფენაში გავაფორმებ, თუმცა ეს აუცილებელი არ არის. სიროფი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურამდე გაციებული გამოყენების წინ. დავნამავ პირველ ფენას. ეს შინაურული ძროხის რძე მაქვს და ნახები გადმომიყვა და ესე ცოტა ულამაზოდ ჩანს, მაგრამ ნაღებია. კარგად დავნამე, ნახევარი სიროფი გამოვიყენე და გადმოვიტან კრემს, ნახევარს და ცოტა მეტსაც კი. გადავასწორებ თანაბრად, დავაფარებ მეორე ფენას, როგორც შეამჩნიეთ, პირველი ფენაც უკუღმა მიდევს და ამ მეორესაც უკუღმა ვადებ. მეორე ფენასაც ვნამავ, სხვათა შორის ამ ფუნჯით უკეთესად ინამება, გამოვიყენე მთელი სიროფი, გადმოვიტანე დარჩენილი კრემი, მთელი კრემი გადმოვიტანე და თანაბრად გადავასწორე. ნაფხვენებს აი ესე ბლენდერში ვაბლენდერებ, ასეთი ნესტიანი ბისკვიტის ნაფხვენები წვრილ საცერში არ გადის, ამიტომ ცოტა მსხვილ ხვრელებიანი სჭირდება, მოვაბნიე მთელ ზედაპირზე. საბოლოოდ გამოგვიდა აი ესეთი ნამცხვარი, რომელსაც მე ცოტახანი მაცივარში შევდგა. ნამცხვარს მე ჯერ დავჭრი ნაჭრებად და მერე მოვასხამ შოკოლადს. შეგიძლიათ კაკაოს მინანქარიც მოხარშოთ, მე ერთი ფილა შოკოლადი მოვათავსე საკონდიტრო ტომარაში, ჩავდე მდუღარე წყალში რამოდენიმე წუთით, შოკოლადი კარგად რო გადნება, ხელითაც ასრესავთ, რომ დარწმუნდეთ, რომ კარგად არის გამდნარი და მუშაობა შეიძლება და მერე გავაფორმებ. ზემოდან გაფორმება, რა თქმა უნდა, არის ინდივიდუალური, მთავარია რომ თვითონ ნამცხვარი არის ძალიან ფაფუკი და ძალიან გემრიელი. თუ არხი ჯერ კიდე გამოწერილი არა გაქვთ, ეს ის მომენტია, რომ გამოიწეროთ. ეს წლობით გამოცდილი რეცეპტია და შეგიძლიათ ესე გამოაცხოთ თავდაჯერებულად. მე კი გადავიტან თეფშზე და დავაგემოვნოთ. ნახეთ როგორი საოცარი ნამცხვარი გამოგვივიდა. ეს ნამცხვარი აუცილებლად დაამშვენებს თქვენ სადღესასწაულო სუფრას. რეცეპტი აუცილებლად შეინახეთ, მეგობრებსაც გაუზიარეთ, მე კი თქვენ დროებით გემშვიდობებით, მალე ისევ შევხვდებით ძალიან საინტერესო რეცეპტებით, იქამდე კი ბედნიერ დღეებს გისურვებთ.